საჯარო უწყებებიდან ღარიბაშვილის ნათესავების გაშვება დაიწყო. გუშინ ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლეს ექს-პრემიერის ქვისხლი ლევან სანამაშვილი. ის პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი იყო. მიზეზი გასაგებია, აცხადებს ღარიბაშვილის ადვოკატი და სვამს კითხვას, ვინ იქნება შემდეგი. ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ 75 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის აკრძალვა გააუქმა. მოსამართლემ დაადგინა, რომ შეზღუდვა უკანონო იყო. მაღალი რისკის მქონე სახელმწიფოების ნუსხა სახელმწიფო დეპარტამენტმა იანვარში გამოაქვეყნა და მათზე საიმიგრაციო ვიზების გაცემა განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. ანექსირებულ ყირიმში საკის აეროდრომზე უკრაინამ რუსული ბომბდამშენის Su-24M და აეროდრომის ტექნიკა გაანადგურა. ინფორმაციას ზელენსკი ადასტურებს. მისივე ცნობით, რუსეთის სიღრმეში ფრონტის ხაზიდან 1000 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს სამარის ოლქის ნავთობქარხანა, რომელსაც წარმატებით დაარტყეს. გარდა ამისა, უკრაინამ რუსეთის კრასნოდარის მხარეში ეისკის საზღვაო პორტსაც დაარტყა. დღეს დილიდან კი რუსები კიევის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით უტევენ. აფეთქებებია ბორისპოლში. შედეგები ჯერ უცნობია, თუმცა ამ დროისათვის გავრცელებული ინფორმაციით იწვის მანქანები და ბენზინ გასამართი სადგურები.